საქალაქო სასამართლოში დღეს სამოქალაქო აქტივისტის და რეჟიმის პოლიტპატიმრის საბას ხვიტარიძის პროცესი იმართება. ამ კონკრეტული საქმის ეპიზოდში მას ედავებიან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას. თუმცა ხვიტარიძეს ამ ეტაპზე პატიმრობა აქვს შეფარდებული კიდევ ერთი საქმის ფარგლებში, სადაც მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება გამოძიება. ნინუცა კეკელია მოგიყვება მეც დღევანდელი სასამართლო განხილვის შესახებ. ნინუცა გისმენთ. მიშა როგორც შენ აღნიშნა, ეს არის ადმინისტრაციული დავა, ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევას ედავება საბას ხვიტარიძეს პროკურატურა, რომელიც ამბობს, რომ იძალა და სამოქალაქო აქტივისტმა პოლიციელზე ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა და ასევე პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. საკმაოდ ხმაურიანია ეს პროცესი, ზვიად ცეკვავა მოსამართლე პროცესზე და ის შენიშვნებს აწყევს ცხადია, იქ დამსწრე მოქალაქეებს დარბაზიდან გამოაწევეს ახლახანს რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი იმ რეპლიკებისთვის, რომლებითაც ისინი მიმართავდნენ მოწმედ დაბარებულ პოლიციელს, რომელიც დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობდა და ეს იცით, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იყო ჭავჭავაძის გამზირზე და შემდეგ მელიქიშვილის ინციდენტზე არის ახლა საუბარი და ბევრი ადამიანი იყო შემწრე იმის, როგორ დააკავეს საბას ხვიტარიძე, როგორ ძალადობდა მასზე პოლიცია და როგორ არსად გააყოფილა იქ პოლიციელის მოთხოვნა, რომ ან გადასულიყვნენ სხვა ტერიტორიაზე ადამიანები, ან გაეთავისუფლებინათ რაიმე სივრცე. ყველა მისი უფლება დამცველი, ვისაც დღეს ჩვენ მესაუბრეთ, ცხადია თანხმდება ერთ რამეზე, რომ ახლა ქართული ოცნების რეჟიმი, რომლის გავლენის ქვეშ არის პროკურატურაც და სასამართლოც, ცდილობს მსგავსი სასამართლო დავებით, სადაც ყველგან გამაფრთხუნებელი განაჩენია ამ ხნის მანძილზე დააშინოს ის მოქალაქეები, ვინც გარეთ ქუჩაში პროტესტით დგანან. დაკავებული უკვე პოლიციის ქვემდებარეობაში გადაცემულ საბას ხვიტარიძეზე ხორციელდებოდა არაპროპორციული ძალის გამოყენება და რამდენიმე პირი ერთდროულად უჭერდა ყელში, თმებით ეკაჩებოდა და აყენებდა მას ისეთი სახის ფიზიკურ დაზიანებებს და ტკივილს, რაც ნამდვილად მოიაზრება არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობაში. რაც შეეხება მოლოდინებს, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რაც ბოლო დროს მიმდინარეობს სასამართლოში, როდესაც ერთი პოლიციელის ჩვენების საფუძველზე და იმ კადრების საფუძველზე, რომელიც მხოლოდ ზოგადი ხასიათის ვიდეოს მოიაზრებს, არაერთი პირი იყო ადმინისტრაციული პატიმრობაში გაშვებული, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მოლოდინი მაქვს ისეთი, როგორც ეკადრება სამართლიან სასამართლოს. საბას ხვიტარიძე იმყოფება სისხლის სამართლის წესით პატიმრობაში, უკვე აქ სახთელის სახით რომ პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ ესე არ იქნება, რა თქმა უნდა სახთელს დაადებს აუცილებლად მოსამართლე საბას ხვიტარიძეს და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ფულადი ჯარი. მათ წინასწარ შემიძლია გითხრათ სასამართლოს შედეგი, იმიტომ რომ რეალურად ეს ყველა სასამართლო პროცესები ატარებს ფორმალურ ხასიათს. არანაირი საქმის გამოკვლევა, აქ ობიექტურად შეფასება საქმეში არსებული მტკიცებულებებს არ ხდება. ხო, ვიცით რომ ერთი სიფრიფანა ფურცელით, რომელიც რომელსაც ქვია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ისიც კი კანონმდებლობის დარღვევით არის საბას საქმეში შედგენილი. ქართული ოცნების და ივანიშვილის რეჟიმი აქტიურად ცდილობს დააშინოს მოქალაქეები და ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ მის აზრს და ცდილობენ ამ ქვეყანაში დაიბრუნონ ადამიანის უფლებები, დაიბრუნონ დემოკრატია, დაიბრუნონ კანონის უზენაესობა. ეს ყველაფერი არის რეჟიმის ზეწოლა ადამიანებზე, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის. სასამართლო პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს, ბრალდების მხარე სვამს კითხვებს, როგორც საბას ხვიტარიძის, ასევე მისი ადვოკატების მიმართ. ალბათ დასრულდება ეს ადმინისტრაციული დავაც, როგორც უფლებადამცველები ადვოკატები ფიქრობენ, საბას ხვიტარიძის გამტყუნებით, თუმცა ამ შემთხვევაში ალბათ ვეღარ გამოიყენებს სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობას, რადგანაც სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე ხვიტარიძეს ისედაც აქვს შეფარდებული წინასწარი ორთვიანი პატიმრობა. ჩვენ დღეს ცხადია აქვე საუბრეთ სამოქალაქო აქტივისტებსაც, პოლიტიკოსებსაც, ეს ადმინისტრაციული დავებით გავს ყოველთვის ერთმანეთს და ისინიც ყოფილან განსასჯელი სკამზე. სამოქალაქო აქტივისტებს გულისხმობ, ყოველთვის მოსამართლე იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აქვს ბრალდების მხარეს და არასოდეს ითვალისწინებს დაცვის მხარის მტკიცებულებებს, რომელსაც წარმოადგენენ ხოლმე ყველა სასამართლო პროცესს და ეს არის ძალიან მიზანმიმართული
გამიმართული პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქალაქო სასამართლოში მხოლოდ ერთი მიზნით, რომ იმ ძალადობის პარალელურად უკვე საქალაქო სასამართლო აღმოჩნდეს ის ინსტანცია, რომელიც ასევე დააშინებს და რეპრესიებს გამოიყენებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქუჩაში დგას ევროპული მომავლის დასაცავად. ეს ყველაფერი არის ფარსი. ესენი ვერაფერს ვერ იზამენ, ვერასოდეს ვერ მიაღწევენ. ვერაფერს ჩემი შვილი ეხლაც თავისუფალია იმ 4 კედელშიც და ესენი ეხლაც პატიმრობაში არიან, გარეთ რომ არიან და მუდამ პატიმრობაში იქნებიან. ბრძოლას ვაგრძელებ ბოლომდე, ჩემი შვილის დაწყებულ საქმეს ბოლომდე გავაგრძელებ. ბოლო წუთამდე შევეწირები ამ ამბავს. არ არსებობს რომ ჩემი შვილი, რომელიც საქართველოს უყვარს და ამის გულისთვის დაისაჯოს, არც ერთ ვარიანტში ამის საშუალებას და ამის უფლებას არც ერთ მონას, ოცნების მონა, რომელიც გრძნობს, რომ ჰაერს სუნთქავს, მაინც პატიმარია. დაახლოებით 415 დაკავებული არის ამ პროცესების განმავლობაში და აქედან 36 ადამიანი არის სისხლზე დაკავებული, 64 ადმინისტრაციულზე, რაც არის სრულიად აბსურდული რიცხვი. დღეს ჩვენ ვიმყოფებით საბას სასამართლო პროცესზე, რომლის მიმართაც არანაირი დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს, რომ ჩაიდინეს სამართალდარღვევა რაიმე სახის, თუმცა დავინახეთ საბას, რომელსაც ჰქონდა დაზიანებები მიყენებული, თმის ქაჩვით დააკავეს ის და ყველა სახსოვს ეს კადრი, თუმცა იმის ნაცვლად რომ რაღაცნაირად სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში ვიყოთ, ვიცით თუ როგორ მუშაობს რეჟიმი და ვიცით რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს მონამოსამართლე. ხადი არის რომ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ადამიანები არიან სწორედ ისინი, ვინც ამ რეჟიმმა პირდაპირ მნიშვნელობით დღისით და მზისით მოიტაცა, საკუთარ ოჯახებს დააშორა, მეგობრებს და აი ხა ყავს პირდაპირ მნიშვნელობით ტყვეობაში, აი ესენი არიან სწორედ ყველაზე თავისუფალი ადამიანები დღესდღეობით და ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით, რომ ეს ნაცადი მეთოდი არის, თუმცა ის აღარ მუშაობს არც ჩვენზე, არც ჩვენს მეგობრებზე, არც აქციის არც ერთ მონაწილეზე და საბოლოო ჯამში რაც არ უნდა ქნან, საბა გამოვა აუცილებლად გამარჯვებული. საბას ხვითარიძე, რომელიც ისედაც უკანონო პატიმარია ამ მომენტში, ვინაიდან თავდაცვის მომენტში უცნობი პირის მიერ ამ უცნობი ნიშნებით, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტიტუშკის როლს პოლიციის უფროსი ასრულებდა, ბუნებრივია, რომ თავდაცვის გამო ახლა ზის სრულიად გამომართლებლად წინასწარ პატიმრობაში, ახლა კიდევ ადმინისტრაციული პროცესია ისევ აბსოლუტურად არასწორი მიზეზებით. საბა არის ისეთივე რეჟიმის ტყვე, როგორც ასეულობით დაკავებული ამ დღეების განმავლობაში. მოსახლეობას მინდა შევახსენო, რა გარემოებაში მოხდა საბას აყვანა. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია ქორთიართ მერიოთთან, სადაც იყო ოპოზიციის ერთიანი შეხვედრა, სადაც ქართულმა ოცნებამ დაგვახვედრა ტიტუშკები, გადაცმული ტიტუშკები და თურმე სამოქალაქო ტანისამოში გამოწყობილი სახი დაფარული ადამიანების უკან იდგნენ ფორმიანი პოლიციელები, რომელზეც თავდასხმასაც ედავებიან საბას ხვითარიძეს და სისხლის სამართლით მუხლით მიდის დღეს სასამართლო. სასამართლო ძალიან რთულია უწოდო ამ შენობას და აქ მსხდომ ადამიანებს. საბას ხვითარიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ის წინასწარი დაკავების, მას წინასწარი პატიმრობა აქვს მისული, როგორც არაერთხელ უკვე ითქვა, რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან გადმოიყვანეს აქ საქალაქო სასამართლოში და ამ დაწესებულებაზეც მისი უფლებადამცველები ამბობენ, რომ რადგანაც არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულების სამყოფი პენიტენციური დაწესებულება, იქ სამოქალაქო აქტივისტის განთავსება მასზე მხოლოდ შურისძიებას ემსახურება.